არის ლევან ნიკოლაიშვილი უპასუხებს ჩვენს კითხვას. მოგესალმებით ბატონ ლევან, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდით გავაგრძელოთ ბრიუსელთან ურთიერთობის საკითხი. ისევ და ისევ ამ ჩაშლილი მოლაპარაკებიდან გამომდინარე. ბრიუსელი არ არის მზად მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები, მათ შორის იმ საკითხებზე, რაც გამოყენებული იქნა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებისთვის. ასეთია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია, რომელიც უფრო განმარტა შემდეგ უკვე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. აი, წესით დელეგაციაში ვინ იქნებოდა, ადამიანის უფლებათა საკითხებზე ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მომლაპარაკებელი, ბრიუსელისთვის არ უნდა ყოფილიყო სიურპრიზი ან სიახლე, იმიტომ რომ ახლა ადამიანის უფლებებზე სასაუბროდ სხვა არასპეციფიური სამინისტროდან ხო არ გააგზავნიდნენ ადამიანებს. მით უმეტეს თუ კი ეს ეხება ალექსანდრე დარახველიძეს, როგორც ამაზე აკეთებს აქცენტს ოპოზიცია. თავად დარახველიძემ განმარტა ამის შესახებ, რომ ევროკავშირის მხრიდან არც საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ არის სანქცირებული. აი, რისი თქმა სურდა ამით, ანუ რა ჟესტი იყო ბრიუსელის მხრიდან ეს გადაწყვეტილება? ეს გადაწყვეტილება არის დაფუძნებული შიშზე ბრიუსელის მხრიდან, შიშზე რომ მოისმინონ სიმართლე, რაც მათ არ აინტერესებთ არავითარ შემთხვევაში, ვინაიდან ვინც არ უნდა ყოფილიყო დელეგაციაში, მათ მოუწევდათ საქართველოს პოზიციის მოსმენა, სიმართლეზე თვალის გასწორება, რაც არანაირად არ შედიოდა მათ ინტერესებში. რატომ? ვინაიდან კაფეოთ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ მათ საქართველოსთან რეალურად არ უნდათ ურთიერთობა, არავითარი კანდიდატობა, არავითარი შემდგომში წევრობაზე არ არის საუბარი. ერთადერთი, ასე ვთქვათ, უკაცრავად დღის წესრიგი, რაც მათ გააჩნიათ, ეს არის, რომ რამენაირად საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება, რაც მათ ვერ მიაღწიეს ვერანაირად და ეს ხელისუფლება, ეს სიტუაცია, რაც საქართველოში არის, მათ რა თქმა უნდა არ აწყობთ. აქედან გამომდინარე, ისინი პირიქით ცდილობენ მოლაპარაკების პროცესის შაშლას, იგონებენ 1000 სისულელეს პირდაპირ იმის თაობაზე, რაც არ არის, არ შეესაბამება რეალობას და რაღაცა უსაფუძვლო რაღაც მიზეზებით ეხლა თითქოს გადადეს ეს შეხვედრა, ვინაიდან რა არც ალიათ, რისთვის ალიათ აბა. აი ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, რასაც ჩვენ მათი მხრიდან ვხედავთ და ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რასაც ჩვენ ვხედავთ. აქედან გამომდინარე, ხომ, ერთხელ და სამუდამოდ ჩვენც უნდა ჩამოყალიბდეთ იმაში, გვინდა თუ არა ესეთ ორგანიზაციასთან, ესეთ ხალხთან ურთიერთობა, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ან შანტაჟის ენით ველაპარაკებიან, ან მუქარის ენით, ან იქიდან მოდის ერთი სიცრუე, სიკალბე და დეზინფორმაცია. ჩვენ გვინდა ევროპის სრულფასოვანი წევრობა და ევროპას და ევროკავშირს ეს ადამიანები წარმოადგენენ, ეხლა საუბრობთ ბიუროკრატიას, ანუ მმართველობით ორგანოებს. აქედან გამომდინარე, როგორ უნდა მოიქცეს მაშინ საქართველოს? საქართველოს აქვს გაცხადებული მიზანი, რომ იყოს ევროპის სრულფასოვანი წევრი. კი ბატონო, მაგრამ ჩვენ რო ეს მიზანი განვაცხადეთ, ხომ სულ სხვა ევროპასთან ქონდა საქმე მაშინ, სულ სხვა ღირებულებასთან და მას შორის მას მერე ძალიან დიდი დრო გავიდა. ისინი შეიცვალნენ, სულ სხვა რაღაცებს მოითხოვენ, ისეთ ვალდებულების აკიდებას ფიქრობენ ქვეყნებზე, რაც მიუღებელი არის ქვეყნებისათვის, ბევრი მიზეზიდან გამომდინარე. აშკარა და ღიად ერევიან ჩვენს საშინაო საქმეებში. ცდილობენ, რომ შემოგვაპარონ რაღაც LGBT პროპაგანდას უფრო მძაფრი რაღაცა კანონით. თუ ამას ესე არ გააკეთებთ, მაშინ თქვენ ვერ გახდებით ევროკავშირის წევრი. გვეუბნებიან ისეთ სიცრუეს, როგორიც არის, რომ აი უკრაინა და მოლდოვა არის ჩვენზე წინ. და ამ ყველაფერთან ერთად, ხო, აი ხო გქონდათ საშუალება, რომ თუნდაც ერთ საკითხზე, ადამიანის უფლებების საკითხზე ესაუბრათ ჩვენთან და უბრალოდ ენახათ, იქნება ჩვენ არ გვაქვს შესრულებული რაღაც ვალდებულებები, იქნება ისინი მართლაც მართლები არიან. არა, მათ არ აინტერესებს სიმართლის მოსმენა, მათ არაფერი არ აინტერესებს, მათ უბრალოდ არ უნდათ საქართველოსთან, იმ საქართველოსთან ურთიერთობა, რომელიც დღეს არის წარმოქმნილი ესეთ სახით, როგორიცაც არის. ხო, მაგრამ არაერთხელ თქმულა, რომ ევროკავშირსაც ისე სჭირდება საქართველოს, როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი მომავლის განვითარებისთვის. აქ ხელისუფლება მუდმივად აცხადებს, რომ მას აქვს მოლოდინი და სურვილი, რომ გადაითვირთოს ეს ურთიერთობა და შესაბამისად ამ მოლაპარაკებასაც ერთ-ერთ ასეთ შესაძლებლობად განიხილავდა. როგორ ფიქრობთ, ეს ამ მოლაპარაკების შანსი კიდევ რჩება, რადგან აქ საუბარია გადადებაზე და არა ჩაშლაზე? თუ ეს შანსიც არის გაშვებული ხელიდან? მოდით აი ესე შევხედოთ სიტუაციას. რამდენჯერ უნდა ვცადოთ, რამდენჯერ უნდა გაუწოდოთ ჩვენ ხელი, რამდენჯერ უნდა გამოთქვათ მზადყოფნა იმის თაობაზე, რომ მზათა ვართ, ვისაუბროთ დიალოგის რეჟიმში, გვითხრან კონკრეტულად რა არ მოწოდოთ, ჩვენი არგუმენტები წარუდგინოთ. რამდენჯერ შეიძლება ეს განცხადება იყოს გაკეთებული და რამდენჯერ შეიძლება მათ მოგვაყენონ აი ესეთი სახის შეურაცხყოფა, რასაც ისინი აკეთებენ. ამიტომ აქედან გამომდინარე, ხომ,
გასაგებია რომ იყო ეს ყველაფერი ჩვენგან მიმართული იმისაგან რომ გვინდოდა ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ესეთ ევროკავშირში, ესეთ ხალხთან ურთიერთობა ესეთი დამოკიდებულებით, რა თქმა უნდა, არ არის მისაღები ჩვენი ქვეყნისათვის. ამიტომ უნდა გადაიხედოს ეს ყველაფერი და ჩვენ უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს იმ თვალსაზრისით, რომ გვინდა თუ არა ესეთ ევროკავშირთან ურთიერთობა. თუ ეს გვინდა, იბატონო ვიყოთ მაშინ მუდმივად მოლოდინის რეჟიმში და დაველოდოთ ეს კარი სანამ იქნება ღია, სანამ ცხვირზე არ მოგვიჯახუნებენ და სანამ ჩვენ არ გვიქნება იმის თქმის საშუალება რომ კმარა ეს უკვე ზედმეტზე უკვე ზედმეტი არის. რასაც ესენი აკეთებენ, ხო? და რასაც გვიკეთებენ, ეს არის ყოველად მიუღებელი და შეურაცხყოფელიც კი. პირდაპირ თქვათ, აი ხა გუშინ იყო თუ გუშინ წინ აღარ მახსოვს ზუსტად ერთ-ერთი ევროკომისრის განცხადება, მარტაკოსის განცხადება იმის თაობაზე რომ ჩვენ ვეძებთ, გუშინ იყო, ხო? ჩვენ ვეძებთ გზებს, რომ რამენერად იქნებ ისე დავაფინანსოთ არასამთავრობო ორგანიზაციები. რას ნიშნავს ვეძებთ გზებს? არანაკლებ სკანდალური იყო პუბილიუსის განცხადებაც, თუ მოისმენთ ამის შესახებ, რომელმაც თქვა, რომ გაფართოება შეძლებს საქართველოს ცვლილებების შემდეგ. ხო, რა ცვლილებებზეა ლაპარაკი, როცა ხელისუფლება შეიცვლება, როცა ის ხელისუფლება დადგება, რაც მათთვის სასურველია, მათთვის მონური როცა იქნება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიძახი, როცა ესე გვესაუბრებიან, ესეთ შეურაცხყოფელი ტონით, ჩვენ უფრო მეტი პრინციპულობა უნდა გამოვჩეთ და უნდა უთხრათ, რომ თქვენ თუ არ გინდათ ჩვენთან ურთიერთობა, ან თუ გვაშანტაჟებთ, ეს არ გამოგივათ. ეს არის სუვერენული სახელმწიფო, თავისი ეროვნული და სახელმწიფო ინტერესები და ჩვენ აბსოლუტურად სხვა გზას ავირჩევთ. გზას, რომელიც იქნება დამფუძნებული იმაზე, რომ ჩვენ დაგველაპარაკოს ნებისმიერი სახელმწიფო, როგორც თანასწორუფლებიანს, თანასწორ ქვეყანას სუვერენულ სახელმწიფოს და ეს შეურაცხყოფების, შანტაჟების, ყალბი დაპირებების დრო უნდა დამთავრდეს. ბატონ ლევან. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვიძახი. დიახ. ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება და ერთხელ სამნაო უნდა უთხრას მათაც და ქართულ ხალხსაც. ბატონ ლევან. ეს არ შეიძლება და ეს ევროკავშირი არის ყალბი ორგანიზაცია. სიცრუეზე აგებული, დეზინფორმაციაზე აგებული და აგებული იმაზე, რომ უცხო ქვეყნის ვიღაცა წარმომადგენლები პირადი ინტერესები იქნება თუ მათი სახელმწიფოს ინტერესები ჩაერევენ ჩვენ შიდა საქმეებში. თქვენ აღნიშნეთ, რომ განსაკუთრებით ესე ვთქვათ, ყურადსაღები ან მნიშვნელოვანია უბრალოდ ცუდ ნეგატიურ კონტექსტში, რა თქმა უნდა, როდესაც ევროკავშირი აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ საქართველოსზე წინ უკრაინა და მოლდოვა არიან. აი, ბოლო დროს უკრაინაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით ძალიან სერიოზული სკანდალი, რომელიც ყოველ დღე ახალ ამბებს გვთავაზობს უკრაინიდან, რომელზეც მთელი მსოფლიო ეხლა ლაპარაკობს, ყურადღების ცენტრში არის უკრაინა, კიევი, ზელენსკი, მისი გარემოცვა, დღეს რადაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე. ევროკავშირს კვლავ რჩება თუ არა ის რიხი უკრაინის წარმატებასთან დაკავშირებით ისაუბროს, როგორც საუბრობდა ეს მაგალითად თუნდაც ერთი კვირის წინ, ვიდრე ეს სკანდალი საჯაროდ გამოვიდოდა. ყოველ შემთხვევაში კორუფციაზე მუდმივად იყო საუბარი, მაგრამ ასეთი დეტალიზირებული და ფაქტებით გაჯერებული აქამდე ჯერჯერობით არ ყოფილა. ამათთვის ევროკავშირისთვის როგორც ჩანს მნიშვნელობა არ აქვს რეალობას. ის რაც ახლა უკრაინაში ხდება, ხო, ჯერ სანამ ეს სკანდალები აგორდებოდა კორუფციასთან დაკავშირებით, ხო, მანამდე ხედავდით რა ხდებოდა სიტუაცია და რა იყო თუნდაც საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით, ხო? ქვეყანა ყოველდღიურად კარგავს რაღაცა სოფელს, მიწის ტერიტორიას და ამაზე გვეუბნებოდნენ ჩვენ, რომ წარმატებულია, როგორ შეიძლება იყოს წარმატებული ქვეყანა, რომელიც საომარ მდგომარეობაშია. გარდა ამისა, ხა ეს სკანდალები რო აგორდა, რიგით ადამიანებს ხო არ არის აგურებული, პირდაპირ არის დასახელებული მაღალი თანამდებობისპირები და ნახეთ რა განწყობა არის თვითონ უკრაინის მოსახლეობაში, ხო? ერთი ნაწილი გარბის ქვეყნიდან იმის გამო რომ მათ არ უნდა ციკლი იმ ომში, რომელიც არის ვიღაცის გამდიდრების მიზნით, როგორც ჩანს, წარმოებული, მეორე ნაწილი მიდის თქვა გერმანიაში და მერცის განცხადებაც მოვისმინეთ ჩვენ იმის თაობაზე, რომ არ შეიძლება უკრაინელი ახალგაზრდები ჩამოდიოდნენ უკრაინაში იმ დროს, როცა იქ ომი არის და იმალებოდნენ რეალურად და მესამე ნაწილი განწყობა კიდევ უფრო უარესი არის. ისინი ამ ომის პერიოდში ხომ, მოდით ესე ვთქვათ, საქორწინო ბეჭდებს, მაჯისტრატებს ისწრებდნენ, წირავდნენ იმ საქმეს, რასაც ქვია ქვეყნის დაცვა. და იმ ადამიანებმა, ვისაც ხელეწიფებოდა ამ ქვეყნის დაცვა, ეს ფული ჩაიგდეს ჯიბეში, აიშენეს ვილები, აიშენეს აგარაკები, უცხოეთში, ძვირადღირებული მანქანები, რაღაც სასწაული დონის რაღაცა ბრილიანტები შეიძინეს, სამკაულები და ასე შემდეგ. ანუ მათ ხო არ აინტერესებთ
იმ ქვეყნის ბედი. აქედან გამომდინარე, ხა ევროკავშირის განცხადება, რომ უკრაინა ჩვენზე ძლიერი არის, ან ჩვენზე წინ არის, ხომ? სასაცილო კი არის, ტრაგიკული არის. ესე იგი ადამიანები ან ძალიან გათახცირებულ აპატიად გამოთქმისათვის არიან, როცა ესეთ განცხადებას აკეთებენ, ან უშუალოდ არიან ჩაფლული თვითონაც ამ კორუფციასთან. ხო, მაგრამ ეს განცხადებები კეთდებოდა ამ ხმაურიანი სკანდალის საჯაროდ გამოტანამდე. აი, ეხლა შენარჩუნდება თუ არა ესეთი პათოსი, იმიტომ რომ ჩვენ იგივე სხვათა შორის მერცი ახსენეთ თქვენ, შემდეგ მოგვიანებით მაკრონი, ყველა ამ ლიდერის განცხადებაში კორუფციას და ბრძოლის მოწოდება იყო, ესე ვთქვათ, განუყოფელი ნაწილი მათი განცხადებების. ანუ ისე რომ ევროკავშირის ლიდერები თვალს ხუჭავენ და გვერდს უვლიან ამ საკითხს, ესეც არ არის, იმიტომ რომ მანამდე იტალიის პრემიერის განცხადება ვნახეთ, რომ ცოტა გაჭირდება ამის შემდეგ საერთოდ რაიმე დაფინანსების გამოყოფა უკრაინისთვის. ანუ ეს საკითხი ისე რომ არაფერი მომხდარა ევროკავშირს როგორც ჩანს, ევროკავშირი როგორც ჩანს ასე არ უყურებს. ფიქრობთ ასე თუ არა? არ უყურებს, არა, არ უყურებს მხოლოდ ერთი მიზეზიდან გამომდინარე, რომ მათ ნახეს, რომ უკრაინის შესახებ, უკრაინის წარმატების შესახებ, ასე ვთქვათ, სიყალბე გამჟღავნდა და სააშკაროზე გამოვიდა, თორე სხვა პრობლემა მათ არ აქვს. ისევ და ისევ უნდათ რომ ომი გაგრძელდეს, ისევ და ისევ ეწინააღმდეგებიან ომის დასრულებას და ეხლა თუ ზელენსკის შესვლიდან დააყენებენ სხვა ზელენსკის, რომელიც აუცილებლად შევა მათთან გარიგებაში და ისევ და ისევ გაგრძელდება ეს ომი, კაცისკლა, ქალაქების ნგრევა და ევროკავშირის გარკვეული წარმომადგენლების ჯიბების გასკელება. რა ისინი არისკელებენ ჯიბეს თუ არ გამდიდნენ ამ ომის პერიოდში. ამის ხომ შეუძლებელი არის რა. აგერ ნახეთ იგივე რუსეთთან მიმართებაში, რუსეთს ვითომ 19 სანქციო პაკეტი დაწესდა და წარმოგიდგენთ სიტყვა 19-ს როცა ვიძახით ხო, მაგრამ 18-მა რა გააკეთა და როგორ შეზღუდა რუსეთი. ან როგორ შეზღუდა და როცა რუსეთთან არაფორმულად დღესაც ვაჭრობენ ევროკავშირის მაღალჩინოსნის ოჯახის წევრები და თვითონ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ხო? თითქოს ესე იგი ლეგალურად ამის უფლება არ აქვს, მაგრამ არალეგალურად ამას ყველაფერს აკეთებენ, რა. თუ უნდა იყიდათ რაღაც ფასად, თქვა ენერგორესურსები რუსეთისაგან, ეხლა კიდობენ 2 მაგ ფასად და 3 მაგ ფასად. არაფერი არ იცვლება. და არ შეიცვლება სანამ ეს ევრობიუროკრატია ესეთი განწყობით არის და ესეთი დღის წესრიგი გააჩნია ხომ თვითონ ევროკავშირის მიმართ, მისი წევრი ქვეყნების მიმართ, მისი კანდიდატ წევრების მიმართ ხომ არაფერი არ შეიცვლება. ბატონო ლევან, როგორ ფიქრობ? შეიცვლება საქართველოსთან მიმართებაში. ეს სკანდალი ისევ და ისევ ნაბუს მიერ გამოტანილია ამ ინფორმაციებიდან გამომდინარე, რომელიც ყოველდღიურად იზრდება და ახალი დეტალები ხდება მსოფლიოსთვის ცნობილი, პირველ რიგში უკრაინელებისთვის. აი, როგორ ხედავთ ამ მოვლენების განვითარებას? სცენარს ზოგადად, როგორ შეიძლება ეს დასრულდეს? არაფერი შეიცვლება გარკვეული თანამდებობის პირები, ვინცაც ასე ვთქვათ, ვინც გამჟღავნდება და ვინცაც გადაწყვეტენ, ესენი უნდა შეიცვალოს, დანარჩენები დარჩებიან თავის ადგილზე და გააგრძელებენ უფრო წყნარად სხვა ტაქტიკით იმ ფულის მოპარვას საწყალი უკრაინელი ხალხისგან. ომის დასრულების პერსპექტივაზე როგორ იმოქმედებს ეს? ომის დასრულების პერსპექტივაზე იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი აცლის შეერთებულ შტატებს რუსეთს და უკრაინას რომ დასცნენ ერთად და მოილაპარაკონ. გავიხსენოთ ხომ, უნგრეთში ჩატარებული იყო შეხვედრა და როგორი ამბავი ატლა უნგრეთის ჩატარებასთან, შეხვედრის ჩატარებასთან დაკავშირებით. აი მაგალითად გავიხსენოთ ხომ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოდის და მოლაპარაკების წინ აცხადებს, რომ ის მზად არის ჩამოაგდოს რუსეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი, დააპატიმროს რუსეთის პრეზიდენტი ასენა. კარგით რა ხალხო, რა ესეთ ზღაპრებზე როგორ შეიძლება რომ ესეთ სერიოზულ დონეზე ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მსჯელობდნენ. თუ დაპატიმრება უნდათ, ან თუ რამეს თავი აქვს, აგერ არის რუსეთი და გამოუცხადონ თვითონაც ომი, მაგრამ არა აქვს ამის თავი ერთი და მეორე, მათთვის ეს სასურველი არ არის, მაშინ ფულს ვეღარ იშოვიან, ვეღარ გამდიდებიან. ეს არის მთავარი და ამიტომ უკრაინის ხელისუფლებაში დღეს ზელენსკი იქნება თუ სხვა იქნება, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. არავითარ მნიშვნელობა არ აქვს. თუ ისინი არ ჩაერევიან ომის დასრულებაში, ომი შესაძლოა კი არ დასრულდეს, რაღაც ეტაპზე შეწყდეს, მაგრამ დამერწმუნეთ აგერ თქვენ და აგერ მე, შემიძლია თავად გაგიცხადოთ, რომ როცა დასრულდება ომი და დაიწყება ახალი ეტაპი, რომ უნდა აღდგეს უკრაინის ინფრასტრუქტურა, იქცავა ახალი ომი. ასე ვთქვათ, იმის თაობაზე, ვინ როგორ მოიპაროს კიდე ფული სახლების შერულებაში და ქვეყნის აღორძინებაში. ეს მეორე სკანდალი ჯერ კიდე წინ არის და ეს აუცილებლად გამოჩნდება ძალიან მალე. დიდი მადლობა ლევან ნიკოლაიშვილი. რაც ომი დასრულდება. ლევან ნიკოლაიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.